მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქართლის სტუდიას, მე ჟურნალისტი ანა ბაქრაძე ვარ. გორის მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში უკვე 2 თვეა საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. ამ კამპანიის მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება სურსათის უნებლობასა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ. პროექტს ახორციელებს საზოგადოება ბილიკი ენფარდ 4-ის ფარგლებში. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ამ პროექტში ჩართული სკოლის პედაგოგები, მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ფსუტური და შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი. გადაცემის მეორე ბლოკს შემოუერთდება საზოგადოება ბილიკის ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილი. მოგესალმებით, მადლობა გიხდით მობრძანებისთვის. ქალბატონო ნინო, თქვენით დავიწყოთ, მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობს პროექტი. პროექტი შეიძლება ითქვას, რომ დასასრულს უახლოვდება, თუმცა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ახლაც. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, 5 სკოლაში მიმდინარეობს ეს პროექტი. მე უშუალოდ 3 სკოლაში უძღვებოდი ტრენინგ მოდულებს. 5 ძალიან საინტერესო მოდული ჩავატარეთ ჩემს მოსწავლეებთან. ეს იყო 3 სკოლა, გორის მერვე საჯარო სკოლა, ხიდისთავი, გიმნაზია. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გადავეცით ეს თეორიული მასალა, ხო, ასე ვთქვათ, ტრენინგების სახით. შემდეგ უკვე გამოცხადდა პოსტერების კონკურსი, შემდგომ იყო ვიქტორინა, გამოცხადდა იდეათონი, სადაც მოსწავლეებმა თავისი საპროექტო განაცხადები წარადგინეს და აი ხა ზუსტად ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დაიწყონ მოსწავლეებმა განხორციელება მათ მიერ ინიცირებული პროექტების. ქალბატონო ნინო, უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რა საკითხებზე იმუშავეთ კონკრეტულად მოსწავლეებთან, რა თემებს გადიოდით ტრენინგების დროს. ბატონო, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, საკმაოდ საინტერესო თემატიკაა, აქტუალური თემატიკაა და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბავშვებს უწევდათ აი ამ შემოთავაზებულ თემატიკაზე უშუალოდ ფიქრი, აზროვნება და იყო პრაქტიკული აქტივობებით დატვირთული. რაც შეეხება უშუალო თემატიკას, ეს იყო ბავშვებს უნდა მიიღოთ ინფორმაცია სურსათის უნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების შესახებ. უნდა განესაზღვრათ, რას ნიშნავს სურსათის უნებლობა და რას გულისხმობს სასურსათო უსაფრთხოება. როგორ უნდა იზრუნონ სურსათის უნებლობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა შეტანილი იქნა სასკოლო ასაკში უკვე მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ეს კვებითი უნარჩვევები პატარაობიდან უყალიბდება ადამიანს და მერე ჩამოყალიბებული შეცვლა უფრო ძნელია, ხოლმე ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე სწორად ჩამოყალიბდეს ეს უნარჩვევები. სწორად შეაფასონ ის საფრთხები, რაც შეიძლება საკვებისგან მოდიოდეს და იფიქრონ იმაზე, რა შეიძლება იყოს ეფექტიანი პრევენციის გზები. ამ თვალსაზრისით თვლით მეც და ქალბატონ ნინოც, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ ტრენინგ მოდულების ტრენერები ვიყავით, პროფესიულადაც ჩვენ ბიოქიმიკოსები ვართ და შესაბამისად ჩვენთვის არ არის უცხო ეს თემა, სხვა დროსაც არაერთ პროექტში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და ყოველთვის აი როცა დავუშვით უკავშირს ვიღებთ მოსწავლეებისგან და არა მარტო მოსწავლეებისგან, მათი მშობლებიდანაც. ყოველთვის არის ხოლმე ძალიან დადებითი გაწყობა და ყოველთვის მეთანხმებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის. როგორ იყვნენ ჩართულები მოსწავლეები და მოსწავლეებისთვის რამდენად იყო საინტერესო ამ თემებზე მუშაობა? აქტიურად იყვნენ ჩართულები და მე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა როგორც ტრენერებს, ასეც მოსწავლეებთანაც, მასწავლებლებთანაც, მაგრამ ნაკლები იყო ამ თემატიკით ტრენინგები და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო იყო. გამოდის, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ამ თემაზე ჩატარებული ტრენინგი, ინიცირებული პროექტიც პირველი იყო. ამიტომ ძალიან საინტერესო იყვნენ, მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ და აი როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე კომპეტენციების განვითარებაზე, ეს იყო პროექტი მთლიანობაში რომ შევხედოთ, რომელმაც ზუსტად ამას შეუწყო ხელი. ანუ ცოდნა, უნარები და სწორი დამოკიდებულებები. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ შეფასებას გავაკეთებთ, გაამართლა ამ პროექტმა და ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე იმუშავა. და თვითონ მოსწავლეების მოტივაცია იქედანაც ჩანდა, მაღალი მოტივაციაც, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო საპროექტო განაცხადები შევიდა ბილიკში, როდესაც გამოაცხადეს იდეათონი და ვფიქრობ, რომ აი ძალიან კარგი, ხარისხიანი, საინტერესო პროექტების განხორციელება მოუწევთ მათ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის აუცილებელი ზუსტად ამ საკითხებზე მოსწავლეებთან მუშაობა, უფრო დეტალურად რომ გითხრათ? კი ბატონო, ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, მანქანაში რომ ბენზინს ასხავენ, ფიქრობენ, რომ კარგი ხარისხის ჩავასხავთ, რომ მანქანის ნაწილები არ დაზიანდესო.
თუმცა ნაკლებად ფიქრობენ ჩვენ რომ საკვებს ვიღებთ, რანაირს ვიღებთ. ამაზე ნაკლებ აქცენტს აკეთებენ ხოლმე. ზრდასრულებზე მაგ საუბარი და როგორც წეგანვე აღნიშნე, რომ მოსწავლეები ჯერ ერთი რო თვითონ გაიაზრებენ სწორად აი ამ პრობლემის აქტუალურობას, ჯანსაღი კვების პრინციპს და უსაფრთხო საკვების მიღებას, უნებელი საკვების მიღებას. და მეორე, ისინი არიან კარგი გამტარები ჩვენსა და თემს შორის, ხო? ჩვენი პროექტები, რაც მე ვნახე, ჩვენ მოვისმინეთ მე და ნინომის პროექტები, რაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს და კარგად მომზადებული პროექტებია და საკმაოდ ესეთი სუყეთი ითვალისწინებდა ყველა პროექტი თემის ჩართულობას. ანუ მოსწავლეები მიღებული ინფორმაციას ჯერ თვითონ კრიტიკულად შეაფასებენ და მიხვდებიან რა აქტუალურია. და მეორე, ოჯახებში მიიტანენ ამ ინფორმაციას, თემში გაიტანენ ინფორმაციას, დაგეგმილი არის საინფორმაციო კამპანიები ამ მიმართულებით. დღეს ყველა ვსაუბრობთ მდგრადი განვითარების მიზნებზე და ყველა ვაღიარებთ, რომ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და ჯანსაღი ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ხო? ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი, რაც არის, ეს არის ჯანსაღი საკვების მიღება, უნებელი საკვების მიღება, რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. ფიზიოლოგიურად, ბიოლოგიურად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხა თუ ჩვენ აქედანვე მივაჩვენოთ მოსწავლეებს, სწორად შევაფასებინებთ, თავარი იმან გაიაზროს და დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს სწორი ამ თემის მიმართ. მე უკვე ძალიან ადვილია მას ამ ცოდნაზე დააშენოს სხვა დანარჩენი ინფორმაცია. სწორი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ შემთხვევაში და ეს უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლეების მხრიდან. ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ მათზე ვისაც არ ჩაუტარდათ, იმათაც უნდა ჩაუტარონ და ისე კარგად ახლა 5 მოდული იყო და მათ მეცაც საშუალება მხოლოდ ერთ შეხვედრა უნდა ჩაატარონ და შევაფასებინე მაგალითად რას აარჩევდით და მითხრეს რომ ყველა მოდულიდან ამოკრეფოთ, რაც ძალიან საკვანძოა და შევადგენთ ერთ პრეზენტაციას, გავაკეთებთ და წარუდგენთ ჩვენზე პატარებსო. ანუ მათ შეფასება იყო რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი კლასიდანვე უნდა იცოდეს ეს მასწავლებლო ბავშვმა. ჩვენ კი გავიგეთო, მაგრამ მნიშვნელოვანია პირველი კლასიდანვე იცოდეს. ძალიან კარგი. დიახ. დავამატებ თუ შეიძლება, აი ხა მახსენდება მე რა თქმა უნდა ტრენინგ მოდულების სახელწოდებები. ან რაზე ჩავატარეთ, ხო? ეს იყო ეტიკეტზე, ეტიკეტის წაკითხვა, რომ ისწავლონ და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ეტიკეტიდან, ემულგატორებზე, თქვათ ის რომ ყველა ემულგატორი არ არის მავნე, ან რომელია მავნე, რომელია აკრძალული საქართველოშიც და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ვისაუბრეთ 5 გასაღების პრინციპზე, როგორ უნდა მოამზადონ ჯანსაღი საკვები და შეინარჩუნონ შემდეგი სურსათის უსაფრთხოება და თავისთავად როგორც ქალბატონმა ნინომ თქვა და დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს სურსათით და დამეთანხმებით ეს არის ისეთი ჩამონათვალი და მოდულების ქვეშ გაერთიანებული იყო ისეთი ინფორმაცია, რომლის ცოდნაც მათ დაეხმარებათ, რომ უფრო ადვილად შეარჩიონ ჯანსაღი საკვები, სწორი მიდგომები გამოიმუშაონ. აი, როდესაც პირველ შეხვედრაზე დავსვი კითხვა, რომ აკვირდებოდნენ თუ არა ვადას, ან კითხულობდნენ თუ არა ეტიკეტს, რომ მიიღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ძალიან ცოტა მოსწავლეებმა აწია ხელი და აი ამბობდნენ რაღაცა დღევანდელი ტრენინგის მერე უკვე ვიცით სულ მცირე რომ ვადას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ეტიკეტიდან ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია უნდა ამოვიღოთ. აი თუნდაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ლაქტოზის აუტანობა. ეს ხშირ შემთხვევაში დატანილია ეტიკეტზე და თუნდაც ის რომ შენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიღო, ეს რაღაცა გამჯდარი უნდა ქონდეს, უნარების დონეზე უნდა ქონდეს. ერთია რომ თეორიული ცოდნა და მეორე უნარების დონეზე რომ შენ მიეჩვიო რომ მუდმივად შეამოწმო ეტიკეტი. და აი ასეთი ტიპის შეხვედრები გქონდა ჩვენ ძირითადად და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იყო და საბოლოო ჯამში შედეგის მომტანიც. ამ ყველაფრის პრაქტიკულად კეთება უწევდათ მათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე იყო მოდული აწყობილი, რომ ყველაფერი თვითონ უნდა ჩვენ ვბრალთ. მიცემდით მიმართულებას და აკეთებდნენ და სხვათა შორის კარგად გაართვეს თავი. როცა აქტუალურობა დაინახეს საკითხისა, მე უკვე კარგად იმუშავეს ნამდვილად. ორივესთან მექნება ეს შეკითხვა, რა შედეგს ელოდებით პროექტის დასრულების შემდეგ და თუ თვლით, რომ უნდა გაგრძელდეს ეს პროექტი ამ კუთხით? ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე ვფიქრობ არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის. როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელში ვაზიარებდით ინფორმაციას ამ პროექტის შესახებ,
ძალიან ბევრი მასწავლებელი გამომეხმაურა მე პირადად და სულ აინტერესებდათ ხო არ ჩატარდება მასწავლებლებისთვისაც მსგავსი ტიპის ტრენინგები და ესეც მოწმობს იმას რომ არის რეალურად საჭიროება. აი კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ უამრავი მიმართულებით ჩამიტარებია ტრენინგი მე თვითონ, მაგრამ ნაკლებად ჩემთვის პირველი იყო სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ნინომაც აღნიშნა და ნამდვილად ასეა რომ მოსწავლეების თითქმის ყველა პროექტში იყო რომ ისინი ახლა მათზე უმცროსი ასაკის მოსწავლეებს დაატრენინგებენ ან ჩვენი დახმარებით ჩაატარებენ ამ ტრენინგებს და ვფიქრობ რომ გაგრძელება თუნდაც ამ მიმართულებით ექნება, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ ამ საკითხის აქტუალობასაც და საჭიროებასაც. თქვენ რას დაამატებდით? ვეთანხმები გაგრძელება, ჯერ შემაჯამებელი ღონისძიება არ ქონია და როგორც წესი შემაჯამებელი ღონისძიებაზეც გამოიკვეთება ხოლმე გაგრძელების გზები. ეს ის რომ დაუშვათ სკოლის ფარგლებში იქნება ეს დამატებით ჩატარდება შეხვედრები თვითონ მოსწავლეები ჩაუტარებენ ეს ერთი და მეორე ჩვენი იდეათონის პროექტი ითვალისწინებს მაგალითად ბუკლეტების დაბეჭდას და გამოშვებას აი ჯანსაღკვების ასე რომ სალათი ფართი უნდა მოვაწყო ასეთი გადაწყვეტილება აქვს და ბუკლეტები უნდა დაიბეჭდოს და გავცელდეს საზოგადოებაში თემში ოღონდ ეს იქნება აუცილებლად აგებული ჯანსაღი კვების პრინციპზე და იქნება სურსათის უნებლობის პრინციპების გათვალისწინებით. საინფორმაციო ბუკლეტები ხასპის სტანდარტებზე ასეც იქნება და პერიოდულად იქნება შეხსენება აუცილებლად და ინფორმაცია გადავწყვეტეთ გამათავისუფლოთ სკოლის ვებგვერდზე. თავშოთ ყველა პროდუქციას რომ უნდა ქონდეს იმპორტირებულს მაგალითად ქართულ ენაზე ეტიკეტი დაკრული აი ეს უამრავჯერ მაგ დაუშვათ გაგონილ, მაგრამ ეს კიდევ ერთ-ერთი შეხსენება იყო, რომ დავხედო და მოვითხოვ მე როგორც მომხმარებელმა, რომ ეტიკეტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ხო ბევრჯერ ქონია შემთხვევა, რომ ეტიკეტი განთავსებულია, მაგრამ ჩვენთვის უცხო ენაზეა განთავსებული, ხო? ხო, ჩვენ ხო კი არასწორი ჩვენი უფლებები ირღვევა ამ შემთხვევაში როგორც მომხმარებლებს, იმიტომ რომ ის აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა იყოს. ანუ იმდენი დეტალია, რომ თვლით, რომ პერიოდულად ამის შეხსენება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა ფორმით გავაკეთებთ ვითანამშრომლებთ ჩვენ ბილიკთან დიდი სიამოვნებით ისევე და აი ამ თემატიკას შეიძლება გასხოვული ფორმით შევსებულს რაღაცას შეცვლის აუცილებლად შევთავაზებთ სხვა შეიძლება სხვა სკოლები იყოს შეიძლება სხვა თაობები იყოს თემა ძალიან აქტუალურია იმიტომ რომ ჯანსაღი კვება ეს არის ადამიანის სიცოცხლის ხარისხის და ხანგრძლივობის პირველი საფუძველი და აქედან გამომდინარე ვთვლით რომ ეს აუცილებლად პერიოდულად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. მადლობა გიხდით მოგზანებისთვის. როგორც უკვე გითხარით, მეორე ბლოგში გადაცემა შემოუერთდება საზოგადოება ბილიკის ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მყებრიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილს შემოუერთდა საზოგადოება ბილიკის ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი მარიკა მყებრიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მარიკა, მადლობა გიხდით მოგზანებისთვის. რომ გვითხრათ თქვენი ორგანიზაციის შესახებ და როგორ მოხვდით ამ პროექტში. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რეგიონულ მედია საშუალებებს განსაკუთრებული როლი გაქვთ იმაში რომ წარმოჩინდეს რა ხდება ჩვენს რეგიონში ყველა მიმართულებით და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმ საქმისთვის რასაც თქვენ ეწევით. საზოგადოება ბილიკი 28 წელია მუშაობს შიდა ქართლში და არა მარტო შიდა ქართლში. ჩვენი საქმიანობა ძირითადად უკავშირდება სოციალური სერვისების განვითარებას და ასევე მუშაობთ ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის, რათა ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩვენი ორგანიზაცია წარმოჩენილია ერთ-ერთი მიმართულება არის საგანმანათლებლო კომპონენტი. ჩვენ მუშაობთ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და აი ამ საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. და აი ამ ფარგლებში ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის სურსათის უნებლობა, ჯანსაღი კვება, რაც მთლიანად მოკლედ აძლიერებს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესს. აქედან გამომდინარე ჩვენ დაახლოებით 2013-15 წლებში განვახორციელეთ კიდევაც პროექტი, რომელიც ევროპის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდებოდა
პირდაპირ სურსათის უმნებლობის საკითხებს უკავშირდება და ეს პროექტი და აქედან გამომდინარე საკითხი რაც ითვალისწინებს სურსათის უმნებლობას, ცხოვრების ჯანსაღის წესს ჩვენი ორგანიზაციისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ჩვენს ორგანიზაციას შეხება აქვს არის ძალიან ახლობელი, მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ მოხდა ისე, რომ ჩვენ დავინტერესდით პროექტით, რომელსაც ჰქვია სურსათის უმნებლობა სანიტარული და ფოტოსანიტარული სექტორის მხარდაჭერა. ამ პროექტს ახორციელებს ჩეხეთის კარიტასი საქართველოში, დონორი ორგანიზაციები არიან ჩეხეთის განვითარების სააგენტო ევროკავშირთან ერთად. ეს პროექტი თვითონ თავისთავად არის დიდი პროგრამის ნაწილი, რომელსაც MPART 4 ქვია. თვითონ MPART 4 2013 წლიდან ეს დიდი პროგრამა ხორციელდება საქართველოში და მისი ძირითადი მიზანი არის სურსათის უმნებლობის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის მომზადება და გაყიდვების ხელშეწყობა. ეს პროექტი მთლიანად არის ფოკუსირებული MPART 4 მთლიანად არის ფოკუსირებული გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებისთვის და სწორედ აი ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა პროექტი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ახორციელებს და ამ უკვე პროექტის მიზანი არის სურსათის უმნებლობის საკითხების პოპულარიზაცია, ასევე მეწარმეების, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები მეწარმეების გაძლიერება იმისთვის, რომ სურსათის უმნებლობის საკითხები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შემდგომ მათგან გამომდინარე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ როგორც ორგანიზაციამ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენი ძირითადი ფუნქცია ამ პროგრამის ფარგლებში არის საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ვინაიდან ჩვენი ორგანიზაციისთვის ძირითადი ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, ბუნებრივია ჩვენ შევარჩიეთ პედაგოგები, რომლებთანაც ერთად და სტუდენტები მათ შორის, რომელთანაც ერთად გავიარეთ სპეციალიზირებული ტრენინგები, სადაც დეტალურად იქნა განხილული არა მარტო ევროკავშირის რეგულაციები, არამედ ის რეგულაციები და კანონმდებლობა, რაც საქართველოშია. განვიხილეთ ყველაზე ტოპ მოთხოვნადი და აუცილებელი ინფორმაცია, რაც საჭირო არის ჩვენთვის როგორც მომხმარებლებისთვის, მათ შორის პროდუქციის წარმოებლებისთვის და აი ამ პროგრამით შევედით საჯარო გორის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლებში 225 ახალგაზრდამ გაიარა მომზადება, ტრენინგები და ჩვენი შერჩეული პედაგოგების დახმარებით ამასთან ერთად ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე არის ლიდერთა კლუბი, ამ წევრებმა გაიარეს და ასევე ჰქონდა შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც. ჩვენ ასევე ამ ტრენინგების შემდგომ, როდესაც დატრენინგდნენ ეს მოსწავლეები და ახალგაზრდები, მათთვის გამოვაცხადეთ პოსტერების კონკურსი. ეს იყოს შესავალი ნაწილი იმისთვის, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, რას ნიშნავს იცოდე სურსათის უმნებლობის საკითხები და მე როგორ უნდა დაიცვა ის, რა მონაწილეობა, რაში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო იმისთვის, რომ გამოხვიდე და დაიცვა ეს უფლებები. და ასევე ჰქონდა ვიქტორინა გამარჯვებულით შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. ჩვენ ასევე გეგმავთ 2 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას. ეს უკვე
დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებიც იქნებიან ან მეწარმეები, ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, სკოლებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასეთი უახლოეს მომავალში გვექნება ორი საინფორმაციო შეხვედრა და ამ შეხვედრებზე ჩვენ მოწვეული გვეყოლება ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ როგორც საერთაშორისო ევროპულ გამოცდილებაზე, ასევე ჩვენთან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგულაციაზე, როგორ ხდება სახელმწიფოს თუ სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან სურსათის უვნებლობის საკითხების პოპულარიზაცია და მე შემიძლია გითხრათ, ვინაიდან პროექტი არის 4 თვიანი და უკვე ფაქტიურად ბოლოსკენ ვართ ამ პროექტის, რას ვგეგმავთ კიდევ ამ პროექტის ფარგლებში. ეს იქნება ფილმზე ვმუშაობთ ჩვენ, რასაც ფართო აუდიტორიას თქვენი დახმარებით გავაცნობთ. მომზადდება ვიდეო რგოლი, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით მოკლედ გავრცელდება და მთლიანად სურსათის უვნებლობის საკითხებს შეეხება ეს ვიდეო რგოლი და სტატიებს ჩვენს Facebook-ის გვერდს თუ მიადევნებს თვალს მაყურებელი, მოკლედ გაეცნობა იქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას სურსათის უვნებლობის შესახებ და დაგვრჩება ბოლოს 15 მარტისთვის და ეს თარიღი სიმბოლურად შევარჩიეთ, არის მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო დღე და ჩვენ ამ დღეს ფლეშმობის დახმარებით შევთავაზებთ სურსათის უვნებლობის დაცვის საკითხებს, მოკლედ გორელებს და იქნება საინტერესო, რადგან სკოლის მოსწავლეები იღებენ ამაში მონაწილეობას და აი საინტერესო განსხვავებული ინოვაციური მოკლედ ტექნიკით გვინდა გორელები დავმუხტოთ სურსათის უვნებლობის საკითხებით, რომ იყვნენ ინფორმირებულები, რათა დაიცვან თავისი უფლებები. ეს საინტერესო სურსათის ეროვნული სააგენტო თუ იყო რაიმე ფორმით ჩართული ამ პროექტში? მე ვიცი, რომ ამ პროექტში მათ აქვთ თანამშრომლობა. აი უახლოეს მომავალში ვთქვი, რომ ჩვენ გვექნება საინფორმაციო შეხვედრა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოკლედ ძირითადი ლიდერი ორგანიზაციის დახმარებით გვეყოლება სტუმარი და მოკლედ მონაწილეებს დამსწრეებს ექნებათ საშუალება, რომ ის კითხვები, რაც მათ ექნებათ, დაუსვან მათ. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი და სხვათა შორის ეს მინდა აღნიშნო, რომ ეს პროექტი, ამ პროექტში, აი ამ საინფორმაციო კამპანიებში სხვა რეგიონული ორგანიზაციები არის ჩართული და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილზე აქვთ უფრო მეტი წვდომა ადამიანებთან, ვისაც შეიძლება ამ შემთხვევაში სურსათის უვნებლობის საკითხები პირდაპირ ეხლა რა თქმა უნდა ყველას გვეხება, მაგრამ გვეხება და აი ეს საკითხების ცოდნა არის ძალიან აუცილებელი. იცით რა მაინტერესებს, რამდენად საინტერესო იქნება მცირე მეწარმეებისთვის ამ საკითხებზე მუშაობა? დიახ, მცირე მეწარმეებისთვის განსაკუთრებით, ვინც პროდუქციას აწარმოებს, ბუნებრივია ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ თქვათ იცოდეს რეგულაციები, თქვათ როგორ რეგულირდება კანონმდებლობის დონეზე, არამედ რა უნდა გააკეთოს, რომ უნებელი პროდუქცია აწარმოოს. ამისთვის არის ძალიან ღირებული, მოკლედ ეს ცოდნა, რაც თქვათ ჩვენ მინიმუმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვავრცელებთ. რამის ხომ არ დაამატებთ? ზოგადად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, რაც უფრო ადრეულ ასაკში ახალგაზრდებს, ბავშვებს, ბავშვობის ასაკში ეცოდინებათ ეს საკითხები, რატომ არის მნიშვნელოვანი, როგორი ტიპის საკვები უნდა რა ითვლება უვნებლად,
ვთქვათ, როგორ შეიძლება მაღაზიაში შესვლის დროს ჩვენ შევამოწმოთ და დავიცვათ ჩვენი თავი ვიყიდოთ უვნებელი პროდუქტი და ეს მინიმალური ჩვევებია, მაგალითად ისეთი როგორც შევამოწმოთ ეტიკეტი, რა თარიღია, ვთქვათ, ვადაგასვლის, აი ესეთ საკითხებზე მიეწოდება ინფორმაცია ახალგაზრდებს, რაც ბუნებრივია ისინი როცა გაიზრდებიან და მიაქცევენ, ბუნებრივია უკვე მოთხოვნა ჩნდება იმისა, რომ მიიღონ ისეთი პროდუქცია, რომელიც არის ხარისხიანი და ეს მარტო მათი უფლებების დაცვა კი არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების დაცვა, რაც ჯანმრთელობას უკავშირდება. ნამდვილად საინტერესო პროექტია და აუცილებელიც. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის მომავალ შეხვედრაზე.